გამარჯობათ მეგობრებო. ერთი პატარა ისტორია მინდა მოგიყვეთ, აი ამ ადგილთან დაკავშირებით, რომელიც მე გადამხდა, მე ვარ მისი მომსწრე და რა თქმა უნდა, ამ ისტორიის მთავარი გმირები არიან მოდი პირდაპირ ვიტყვი, ქართველი გმირები 2008 წლის ომის მეომრები, მებრძოლები საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეცრაზმის წევრები, რომლებიც მაშინ აი ამ ადგილზე შემხვდნენ და რა ხდებოდა მაშინ ახლა გეტყვით. ახლა მაინც და მაინც ადგილს და ტერიტორიას ასე არ ვიტყვი საჯაროდ თლათ იმ ჟურნალისტებს რომ არ დავემსგავსო 2008 წლის 8 აგვისტოს გამთენისას პირდაპირ ეთერში რომ აჩვენებდნენ ჩვენ საოპერაციო ნაბიჯებს, რომელსაც მტრის წინააღმდეგ ვახორციელებდით. აი ამ ადგილზე 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში ერთ-ერთ კონკრეტულ დღეს, ერთ-ერთ კონკრეტულ დავალებაზე გამოსულ ჩვენს გმირ ბიჭებს გადავეყარე. აი აქ იდგნენ და უბრალოდ ისვენებდნენ. მივედი, გავამხნევე, სხვა მე იმ მომენტში მეტი არაფერი შემეძლო იქიდან გამომდინარე რომ მაშინ მოხალისეთა რაზმი არ ჩამოაყალიბა მაშინდელმა ხელისუფლებამ და სრულად დაეყნო ფაცი-ფუცად შექმნილ სარეზერვო სისტემას ჯარისკაცებისას. ხოდა როგორც ჟურნალისტი ისე მიწევდა დაახლოებით 15-16 დღის განმავლობაში ამ ადგილებში ყოფნა და იმ ყველაფერს საკუთარი თვალით ცქერა, რაც მაშინ აქ ხდებოდა. რაღაც ლინკებს აქვე კომენტარებში დავდებ. და კონკრეტულად აი ამ ადგილის და აი ამ მოვლენების ვიდეოსაც აქ დავდებ. მოვედი ბიჭები, გავამხნევე, წარმატებები უსურვე იმ კონკრეტული ბრძოლის დაწყების წინ და მათ არც სახე დაუმალავთ, უბრალოდ ძალიან დაღლილები იყვნენ და მოვიფერეთ ერთმანეთს. თქვენ ამ ვიდეოს ორიგინალს ნახავთ კომენტარებში, მე აგიტვირთავთ. უბრალოდ ერთი რამე მინდა იცოდეთ. იცით ვინ იყვნენ ეს მეომარი ბიჭები და ეს მგლები? აი აქ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს წუთშესვენება რო ქონდათ ბრძოლიდან ახლად გამოსულებს. ის სპეცრაზმელი ბიჭები ისინი იყვნენ ვისაც ზოგ-ზოგი ერთები რამდენიმე თვის წინ მოლოტოვის ცეცხლოვანი კოქტეილებით ცოცხლად წვავდნენ, აგინებდნენ, აფურთხებდნენ, გადასაბიჯებლად საქართველოს დროშას ტალახში უფენდნენ და ყველანაირ შეურაცხყოფას აყენებდნენ. აი ეს ბიჭები იყვნენ, ეს ბიჭები, რომლებიც აქ, აი ამ ადგილზე 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში სულ ცოტა ხნით ისვენებდნენ. თქვენ ამ ვიდეოს ნახავთ კიდევ ერთხელ გეუბნებით კომენტარებში. მეტი არაფერი არ მინდოდა მეთქვა, უბრალოდ მინდოდა ეს ისტორია დარჩენოდა, ავით საქართველოს მომავალს. კომენტარებში ნახავთ იმ ვიდეოსაც.